სამწუხაროდ რეალობა არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე ესეთი დეზინფორმაციული, პროპაგანდისტული ინსტრუმენტები ახდენენ გავლენას, იმიტომ რომ ყველა ადამიანს არ აქვს იმისი ინტერესი და мотиваცია, რომ ღრმად ჩაიხედოს რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით, შეისწავლოს რამდენად ავთენტური არის ინფორმაცია, რომლებსაც აწყდებიან სხვადასხვა სოციალურ ქსელებში თუ უშუალო მედია საშუალებების მხრიდან. პირდაპირ ხდება, რომ ხელისუფლება აფინანსებს, ხელისუფლება ინახავს, ხელისუფლება მფარველობს მსგავს ჯგუფებს და ეს ჯგუფებიც, რა თქმა უნდა, ემსახურებიან შემდგომ უკვე ხელისუფლების რუსული ინტერესების პროპაგანდირებას. ქართული ოცნება ძალიან კარგი მოსწავლე აღმოჩნდა რუსეთის და პუტინის და ჩვენ კარგად ვიცით, რომ პუტინის ჩვეულებრივი მონა არის, შეგვიძლია ასე ვთქვათ, უკვე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილი კორექტულობის გარეშე. შესაბამისად, დეზინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ეს რუსეთში აპრობირებული მეთოდია და ჰიბრიდული ომის ნაწილია. ის რომ ადამიანებს კარგად დააჯერონ ის ტყუილები, რაც მათ აწყობთ, რათა გაიხანგრძილებონ ხელისუფლებაში ყოფნა მოგეხსენებათ. ბევრს არ მიუწვდება ხელი, რომ ინფორმაცია გადაამოწმოს და ადვილად იჯერებენ განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები ასეთ ტყუილებს და ეს ყველაფერი კი ხელისუფლებას აწყობს განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი დანაშაული აქვთ, თუნდაც სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი, თუნდაც რუსეთთან კავშირთან მიმართებაში არიან მხილებულები და ჩვეულებრივი მომენტია მათთვის